1 წლის 25 თებერვალი უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისათვის, იმიტომ რომ არა 1921 წლის 25 თებერვალს თბილისის თავზე წითელი დროშის აფრიალება, ვინც ის უკვე 2025 წელს და გაცილებით ადრეც რამდენად წარმატებული ქვეყანა იქნებოდა, ევროპული და წარმატებული ქვეყანა იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველო. მაგრამ ქართველ რუსთა, იმჟამინდელ ქართველ რუსთა ძალისხმევით, ქმედებათა გამო საქართველო დაიპყრეს 20-იანი წლების დასაწყისში, მოხდა თავდაპირველად ინტერვენცია, მერე ოკუპაცია და მერე ანექსია და სრული 70 წელი ჩვენ ვიყავით უღელქვეშ საბჭოთა რუსეთისა, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ვიაზრებთ თუ არა ამას ბოლომდე, გულახდილად გეტყვით, არ ვიცი, წელეულს 25 წელს, ისე როგორც მაგალითად შარშან, ეს საუკეთესოდ ან კარგად რომ გავიაზრეთ, ვიცი, იმიტომ გავიაზრეთ, რომ ჩვენს გარშემო იმგვარი პროცესები ხდება, მიმდინარეობს, რომ ბევრი მოქალაქე გრძნობს, არა ხვდება, არა ჭრეთს შესაძლო ჩვენი დამოუკიდებლობის მოსპობის შესაძლებლობას კვლავ და კვლავ ამჯერად უკვე პოსტსაბჭოთა, ოღონდ იმპერიალისტური რუსეთის მხრიდან თუ მიერ კი ბევრი ჩვენგანი იტყვის, რომ ეს არ მოხდებაო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ფიქრი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყოველდღიურად, ყოველ საათობრივად, წუთიერად თუ წამიერად არ გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსეთს და უკვე 21 საუკუნის ქართველ რუსებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დაკარგოს. რამდენად გამოგვივა ამ ორი თემის ერთმანეთთან გადაჯაჭვა და საერთაშორისო კონტექსტზე საუბარიც ექსპერტ ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილთან ვერ გეტყვით, მაგრამ ვეცდებით კი ის გვერდდება სტუდიაში ახლა, მოგესალმებით ბატონ ზურაბ. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით. ამგვარი პირველი კითხვა, რამდენად მე ესე ვამბობ ხოლმე, სხვა კითხვით დავიწყეთ, რომ ჩვენ 25 თებერვალს უნდა აღნიშნავდეთ მანამ, სანამ თუნდაც 1 კვადრატული სანტიმეტრი მიწა აქვს ოკუპირებული რუსეთს ჩვენი. ახალ ოკუპაციას გულისხმობ, ცხადია, პირველ ყოვლისა, ანუ 1921 წლიდან რა ოკუპაციაც მიმდინარეობს, მათ შორის 90-იან წლებში და 2008 წელს რა ოკუპაციაც დადგა. მაგრამ პირველ ყოვლისა რამდენად მართალი ვარ, იმიტომ რომ მე აი მაგალითად წინა საუკუნე, შუა საუკუნეების ან შემდგომი პერიოდი რაღაც ოკუპაციების თარიღები ჩვენ დავიწყებული გვაქვს კონკრეტული რაღაც ამბების, ხო? ესე ვისახსოვს ახლა რაღაცა ბრძოლის კონკრეტული თარიღი. მაგრამ მიმდინარე მტერი არის რა, რუსეთი მასზე განსაკუთრებით ვამახვილებ ყურადღებას თუ კარგად ვაყალიბებ. დამეთანხმეთ ამასთან დაკავშირებით და უკვე შემდეგი ან პირველი კითხვა ამექნება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, გეთანხმებით. თქვენ ახსენეთ, რომ კარგად გრძნობს, მართლაც ასე არის, არ ვიცი მე ჩაშლის საშუალება ალბათ გვექნება. საქართველოს მოქალაქეები 1 წელია თითქმის გადამულად გარეთ არის გამოსული, გარეთ არიან გამოსული სწორედ ამ გრძნობით, რომ მათ არ სურთ საკუთარი ქვეყნის დაკარგვა და ძალიან კარგად ამავენ პარალელებს ავლებენ 1921 წელთან. 1921 წელი რეალურად დამდგარი არის, 1921 წლის თებერვალია და ამ ბრძოლაში ვართ. უბრალოდ 25 თებერვალი არ დამდგარა, 25 თებერვალი არის ის დღე, როდესაც წინააღმდეგობა იყო შეწყვეტილი. თბილისის გარშემო, მაგრამ სიმბოლურად ვამბობ, რომ მე იმედი გქონდათ, რომ ჯერ მცხეთასთან, მერე ხაშურთან და ასე შემდეგ გააჩერებდნენ, მაგრამ ბრძანება წინააღმდეგობის რეალურად თბილისის დაცვის 25-ში გამთენიისას იყო მიღებული და აი ეს 25 არ დამდგარა, იმიტომ რომ
საქართველოს მოქალაქეები გამოდიან გადაბმულად, გამოდიან სიცილიაში. მაგრამ ბატონ ზურაბ, რამდენად უშველით, აი უკვე 21 საუკუნეში 2025 წელია, ჩვენც გამოვდივართ, მე და თქვენ არაერთხელ შევხვედრივართ სწორედ საპროტესტო აქციებზე ერთმანეთს. მაგრამ რამდენად საკმარისია ჩვენი გამოსვლა? ეს ერთი კითხვა და მეორე თუ მიაბავთ შეძლების დაგვარად მესმის რომ ახალგაზრდები ან ჩვენი თაობის წარმომადგენლები გამოდიან, ანუ აქტიური მოქალაქეები, მაგრამ ჩვენივე თაობის ან უფროსი თაობის წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილი ნახეთ რას ამბობს, მე იმას არ ვამბობ, რომ ამბობს მხოლოდ იმას, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი. უკვე გაჩნდა ამგვარი წინადადებები, რას ერთში საბჭოთა კავშირს ოკუპაციას მაშინ დელს, როცა იმ ხანად და უკვე შემდგომ პერიოდში ოკუპაციის პირობებში განვითარდა კინემატოგრაფი, განვითარდა მეცნიერება, აშენდა მეტრო, აშენდა პირობითად სპორტის სასახლე, აშენდა ენგურხესი. გუშინ წამიკითხე ამგვარი ერთ-ერთი პოსტი, ის დარჩენილი 7 ღერით მას დამცვიდა, მეთქი ასე გეტყვით ამის საკითხვისას და ახალგაზრდა ადამიანი წერდა სხვათა შორის. ხო, აი ჩვენზე ახალგაზრდა. რა პასუხი გვაქვს ამ ადამიანებისთვის? მე მაგალითად ერთ-ერთი პასუხი მაქვს ესეთი, რომ ახლა ოკუპაცია რო მოხდეს, რუსეთმა რო გაიმეოროს, ის ამასაც არ გააკეთებს. ხო, ის ხო საშინელებაა ოკუპაცია თავისთავად, მაგრამ რომც გააკეთოს, აი სიტყვაზე მეტროს 2 სადგურში უნდა გავცვალოთ სამშობლოს დამოუკიდებლობა, ან მაგალითად გინდა 10 ენგურხესი ააშენონ. ეს ლოგიკაში არ ჯდება, ახლა მაგალითად მონღოლების შემოსევა რო ავიღოთ და აი გვეთქვა რომ აი რას ვერჩით ამ მონღოლებს, რა ჩვენიერი ხალხია, მოდიან აქ, კეიფობენ, უმასპინძლდებით და ზოგჯერ დასჭირდება ჩვენი ეს რა ქვია სამხედრო ძალა, სახორცე საზარბაზნე ხორცაც აიყვანენ, ბაღდადს ავაღებინებთ, იქ ანატოლიაში იბრძოლებენ ჩვენები მონღოლებთან ერთად რაღაცების წინააღმდეგ. ანუ ამ ლოგიკით ყველაფერს მოუძებნი, ასე ვთქვათ, გამართლებას. გამჭყალებში გამართლება, ახსნას, ხო, თუ ასე გინდა, ხო? იგივე მაგალითად 1921 წელს ჩვენ წინააღმდეგობა გავწიეთ, კი, საბჭოთა პროპაგანდა იმას ასწავლიდა, რომ ჟორდანიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ 3000 პატრიოტი ქართველი დავკარგეთ იმ ბრძოლებში. მართალია მოწინააღმდეგოს 5000 კაცი მოუკალით, მაგრამ ნუ ძალები არ იყო. მერე 23 წელს, 24 წელს, 37 წელს ნაღები საზოგადოება იყო განადგურებული და როგორც კი ეს გაამთავრეს 39-ში ჯერ ფინეთთან ომში, მერე 41-ში უკვე გერმანიასთან ომში, ასეულათასობით ქართველი საზარბაზნე ხორცად წაიყვანეს და გაწყვიტეს. ფაქტურად გენოციდი მოგვიწვეს. რაც ახლა უკრაინაში ხდება, ხო, ახალი ხო არაფერი არ ხდება, ხო, რაც ხდება, ხო, ეს ბურიატები მიყავთ დაღესტანიდან, ხალხი, ანუ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, რათა ეს ორი პრობლემა მოაგვარონ, ერთი დაიპყრონ ის ტერიტორია, რაც გეგმაშია და მეორე შიგნით უმცირესობები, ანუ აღარ იყოს წარმოადგენილი დიდი რაოდენობით, რომ სავარაუდოდ პრობლემაც არ შეუქმნან. ანუ შენ ხო და შენც მაყურებელს ვთქვათ, რომ შენც დაპყრობის შემთხვევაში, ოკუპაცია ანექსიის შემთხვევაში, შენც იქნები უმცირესობა, შენ განსხვავებული ბურიატისაგან, ხო? არ იქნები და უკრაინაში იქნება თუ სირიაში თუ სადაც კიდე ექნება ამ სახელმწიფოს ომები თუ ბრძოლები, ხო? იქაც წაასხამს ალბათ სხვა ძნელად გამოსახედებელი. თან წაასხავს რიგითებს. ახლა თუ გონია ვინმე რომ ბობოლა კოცებს დაინდობენ, ძალიან ცდებიან, იმიტომ რომ აი მაგალითად იგივე 2008 წლის შიდა ქართლში რუსული ჯარის შემოსვლის დროს ნახეთ სიები ჰქონდათ და იმ სიებით ხალხს ხურედნენ, ვინ იყვნენ ამ სიაში. საჯარო მოხელეები, განსაკუთრებით სამხედროები, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, პოლიციელები, ну მასწავლებლები, იგივე სიებით მოქმედებდნენ ესენი ბუჩაში რუსები, ბუჩაში, ირპენში და სხვაგან, ანუ მეთოდები არ იცვლება. ვინც კი ერთი დღე იმსახურა საჯარო სექტორში, მათ ფიზიკურად ანადგურებენ, დანარჩენს იმორჩილებენ და მე ეს დანარჩენი საზარბაზნე ხორცად მიიღავთ. ეს არის მთელი ფილოსოფია.
დონეცკის, ლუგანსკის ოლქებში მაგალითად მთლიანად მამაკაცის მოსახლეობა მთლიანად წაიყვანეს, არავინ არ დატოვეს განსხვავებით მაგალითად მოსკოვისგან ან იგივე შიდა რუსეთის შიდა რეგიონებიდან მამაკაცი აღარ დატოვეს, რომელიც სიტყვაზე არ წაიყვანათ, არ გაეწრიათ. ეს ელოდება ყველას, ვისაც ეს მონსტრი შეეხება. ამიტომ აქ ამ შემთხვევაში კი შეიძლება ჩვენ ისეთ დიდი პროპაგანდისტული მანქანა არ აქვს, როგორც იმედს აქვს, მაგრამ იგი იმედით საბოლოო ჯამში იმედსაც წაასხავენ. მაგათაც წაასხავენ, რა შეჭირდებათ ახლა ისა, რა ქვია, ქართულენოვანი ისა პირდაპირ გადათარგმნის გარეშე. ამიტომ როცა ლაპარაკობთ მაგალითად აი დეუკრაინიზაციაზე, ხო? დენაციფიკაცია მოგონილი ამ მონსტრის სახელმწიფოს შლეგი ლიდერის მიერ ეს ტერმინი. დენაციფიკაცია გულისხმობს და მოიცავს ან ნიშნავს დეუკრაინიზაციას. ანუ შენ ანადგურებ ამ ქვეყნის პირველი რასაკვირველი აქტიურ მოქალაქეებს, ვისაც ვერ ანადგურებ, გადაასახლებ, ვისაც ვერ გადაასახლებ. ევროპაში ავალადებულებ თუ აიძულებ რომ უბიძგებ რომ წავიდნენ ევროპაში და ამით მე უკვე ჩაასახლებ ხსენებულ ბურიატებსაც თქვათ შუაგულ უკრაინაში და ასე შემდეგ და იქ მოიყვან რომელიმე შენთვის სასარგებლო დებილს იანუკოვიჩის სახით ან მედვედჩუკის სახით ან მსგავს ხო რომლებიც ლოიალური საზოგადოება და შინებული დამფრთხალი მოყირჭული რო აქვს ომი ხო ის გეყოლება რაღაცა ყველა ქვეყანაში და ისე მოიგებ არჩევნებს და ისე მოიგებ და ისე გააკეთებ ერთ ქვეყანას. დეუკრაინიზაცია თუ ხდება იქ, დესაქართლოიზაცია ხდება აქ. მაგრამ ახლა კითხვა ამგვარი მაქვს, ბატონო ზურაბ, თუ მეთანხმებით მე ვიცი და აქედან გავდი კითხვაზე გადავდივარ. რა გააჩერებს? ამდენად დიდია ოკუპაციის საფრთხე ჩვენ სინამდვილეში. მშვიდობიანი პროტესტები, რომლებიც კარგია, აჩერებს კი თუ საერთაშორისო პაზლიც იმგვარად უნდა დაჯდეს მაგიდაზე საერთაშორისო გეოპოლიტიკურ პაზლის გულისხმობ, რომ რუსეთმა მხელი აიღოს ამ განზრახვებზე და თუ ამაზეც ვილაპარაკებთ, აქ უკვე კარგად არ აგვაქვს საქმე, მეთქი ესე უნდა ვთქვა. პირველ ნაწილს თუ შეიძლება პირველ ნაწილი ეხება იმას ვთქვათ უკრაინის თემა ოდნავ განსხვავდება საქართველოსგან იმით რომ ახლა საქართველოს ქართველს აზერბაიჯანელს სომეხს და ჩეჩენს აღიარებს რუსი მაგრამ უნდა რომ მის მორჩილებაში იყოს და მას ექვემდებარებოდეს განსხვავებით ნული საკითხია უკრაინის არსებობას არ აღიარებს უკრაინელების არსებობას არ აღიარებს რუსეთი აი ომის წინ თუ გახსოვთ პუტინის ცნობილი ეს წერილი რომელშიც თეზისება თქონდა რომ არ არსებობს ფაქტურად უკრაინელი ერი რომ ისინი რუსები არიან, არასწორი რუსები არიან და ეხლა ტაკერ კარლსონთანაც იმეორებს ამ ბოდვებს, კი? კი, ანუ თუ შევხედავთ მაგალითად უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ახლა არც ერთი უკრაინული სკოლა არ არსებობს, ფიზიკურად არ არის, იმიტომ რომ ის მას არ აღიარებს რუსად, ანუ რუსიფიკაცია მიაჩნია, გარდა იმ თქვათ ვიღაცა გაიქცევა, ვიღაცა ომში შეხვდება და ვის დაარჩება მათი რუსიფიკაცია უნდა მოახდინოს, ეს არის რუსეთის გეგმა ამ შემთხვევაში. ამიტომ ოდნავ განსხვავებული თემა, თორე საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა უკრაინის და კავკასიის გარეშე არ არსებობს იმპერია და ამ იმპერიაში უნდა იყოს უკრაინას და კავკასია და კავკასიაში განსაკუთრებული ადგილი გასაღები არის მოიხსენებათ საქართველოს და ამიტომ საქართველოზე ასე ჩაბოლჭებული არის რუსეთი. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს რა გააჩერებს? გააჩერებს ერთი ჩვენი წინააღმდეგობა და საერთაშორისო არენიდან ჩვენს მიმართ თქვათ ყურადღება, რომელიც შეიძლება ისეთი არ არის, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ აშკარად მეტი არის, ვიდრე იყო თქვათ 1921 წელს, ხო, როდესაც კიდევ ერთხელ რეალურად მოვტყუდით ან თავი მოვიტყუეთ რუსეთთან დადებული ეგრეთ წოდებული სამშვიდობო შეთანხმების 1927 წლის 7 მაისის შეთანხმება აქვს ფედერალობაში, როდესაც რუსეთმა აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და საქართველოსგანაც გავიდა ბრიტანული საჯარისო ნაწილები, ერთგვარი ნეიტრალიტეტი გამოაცხადეთ და აი ნეიტრალიტეტი ასე
გადაგვიხადეს სამაგიერო კიდე ერთხელ გვაჩვენეს რომ ამდენად არ შეიძლება რუსეთისადმი ნდობა და მისი არც ერთი დანაპირებზე არც ერთ ასე ვთქვათ სიტყვაზე ნდობა არ შეიძლება მე კიდე ბევრჯერ გვაჩვენეს იგივე სოხუმში აფხაზეთის ომის დროსაც და მერეც ვთქვათ 2008 წელს როდესაც არ შეასრულეს ის შეთანხმება მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რომ ისო თემას რო დაუბრუნდეთ ერთ ჩვენ წინააღმდეგობა და მეორე საერთაშორისო მხარდაჭერა. მესმის რომ საერთაშორისო არენაზე ახლა თლათ იდეალური სიტუაცია არ არის, მით უმეტეს, როდესაც ესეთი რბილად რომ თქვათ გაუგებრობა არის, გაუგებრობების კასკადი არის ევროპასა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას შორის. მე თუ გვექნება ამაზეც შეგვიძლია რაღაცა. არ გვექნება თუ არ მიწყეთ და განსაკუთრებით მინდა გთხოვოთ პრეზიდენტ მაკრონის უთუოდ დააკვირდებოდით თქვენ და პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრის ძირითადი ასპექტები რაც იყო გულახდილად გეტყვით პრეს ბრიფინგზე და აი მობილ კაბინეტში რო ხდებიან ერთმანეთს მე მომეჩვენა რომ პრეზიდენტმა მაკრონმა ცხადია ძალიან მაღალი კლასის დიპლომატიურობის დემონსტრირებით ერთგვარად მიანიშნა ნაჩვენა განსხვავებული ევროპული პოზიცია, განსხვავებული ევროპული საერთო პოზიცია ფრანგულს არ გულისხმობ მარტო პრეზიდენტ ტრამპს იქმე ესე ვიტყვი. აი მაგრამ შესაძლოა მე ვცდები აი თქვენ უფრო კვალიფიციური ხართ ამ საკითხებში და მითხარით რა მოხდა ასე მაგალითად საფრანგეთში კი არა შეერთებულ შტატებში და აი თლიან კონტექსტში ჩავსვათ ეს ყველაფერი. Ну, ყოველ შემთხვევაში ტრამპი აშკარად ძალიან უცნაურ და განცხადებებს აკეთებს. ცხადია რომ მას ამას არც წინასწარ ასეთ ინფორმაციას არავინ არ მიაწვდის იგივე სახელმწიფო უწყებებიდან უფრო გავს რაღაცა ის სადღაც მოკრულ ამბებს არ ვიცი შეიძლება ზოგი გოლფის თამაშის დროს გაიგო ან სხვა მაგალითად იგივე თითქოს ზელენსკის 4%-იანი მხარდაჭერა რეიტინგი და ან მაგალითად ის რომ თითქოს უკრაინამ დაიწყო ომი და ან 350 მილიარდის თავობაზე. ხო, ეს თანხები და ნუ მაკრონი იძულებული გახდა რომ ჩარევა მოეხდინა ძალიან კი დელიკატური საკითხი არის ახლა შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვას ჩაერია, მაგრამ ეს იყო ევროპის პოზიციის დაფიქსირება. რეალურად ჩასვლის გარეშე შესანიშნავად იცოდა მაკრონმა თქვათ რა შეიძლება იქ თქმულიყო, მაგრამ პირადადაც დარწმუნდა და პირადადაც უნდა დარწმუნებულიყო შექმნილ სიტუაციაში და არა მარტო დღევანდელ დღეზე, არამედ მომავალზეც, ახლა მაგალითად იგივე ევროპის ახალ უსაფრთხოებაზე როცა არის საუბარი, ხო, სამი ქვეყანა იქნება გადამწყვეტი უკრაინის გარდა და ეს სამი ქვეყანა არის საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია. ამ სამ ქვეყნის თანამშრომლობით შეიძლება შედგეს ნატოს თუ ასე გააგრძელა შეერთებულმა შტატებმა და არ შეცვალა თავის პოზიცია და აი მაგალითად ეს უშროების გაეროში ჩვენ ნახეთ კენჭისყრას სადაც როგორი ქვეყნების გვერდით დაიკავა ადგილი ხო რა კენჭისყრის დროს თუ დავინახეთ ხო თუ ეს ასე გაგრძელდა მაშინ de facto თუ მე de jure შეიძლება ნატო აღარ იყოს და ნატოს ალტერნატივი შექმნა გახდეს საჭირო და საფრანგეთს აქვს ბირთვული იარაღი, ბრიტანეთს აქვს ბირთვული იარაღი, გერმანია ეკონომიკური ლოკომოტივია და აი უკრაინა კიდე ნუ სამხედრო თვალსაზრისით თუ საუბარია იმაზე რომ ევროპის ჯარი უნდა შეიქმნას, ევროპის ჯარი არის უკრაინის ჯარი რეალურად, რომელსაც ჭირდება ახლა მხარდაჭერა ეკონომიკურად და ფინანსურად ძლიერი ქვეყნების მხრიდან და ასევე ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნა როგორც უსაფრთხოების, მათ შორის გერმანიისთვის, რომელსაც არ აქვს. იყო ტრამპი მაკრონის დიალოგისა და უკვე შემდგომ საჯარო შეხვედრის ერთი მახასიათებელი და საინტერესო დეტალი იყო ამგვარი, რომ ტრამპს ეკითხება მაკრონი იქვე. რომ თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ დარწმუნებული ხართ, რომ რუსეთი შეუშვებს უკრაინაში ამ ეგრეთ წოდებული დახთანხმდება სამშვიდობო ჯარის
და ტრამპი ესე დარწმუნებით ამბობს იმას, რომ რასაკვირველია, არც ეჭვსა მე ველაპარაკე პუტინს, რომ ეს სჭარბინდობა, საერთოდ ნდობა, მოდი ვიტყვი ესე, პუტინის მიმართ მისი ხო, ნუ ყველაზე კურბილად ვიტყვი გულუფრთხილობა და ოპტიმალურად ალბათ ტაკერ კარლსონიზაციასთან აგვაქვს საქმე ტრამპის შემთხვევაში. მაგრამ კითხვა ამგვარია. თავად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტას, მათ შორის რესპუბლიკელებს, კონგრესსა თუ სენატში, რამდენად აქვთ მზარდი შესაძლებლობა, გასუსვამ ამ ტერმინს, რომ ტრამპის პოლიტიკა და რიტორიკა დააბალანსონ ის ვეღარ წაშლის, ვეღარ წაიშლება ისტორიიდან მის მიერ დათქვამი სიტყვა ზელენსკის რომ ის არის დიქტატორი ეს უკანასკნელი. ამას ეხლა ვეღარ წავშლით, ვეღარ დაივიწყებთ. მაგრამ უკვე შემდგომ ტრამპი რომელსაც ეჩქარება აშკარად, აი პუტინი ისე არ ჩქარობს როგორც ტრამპი, როგორც მე ვატყობ, ხო? ნუ წაშლით რა თქმა უნდა ვერ წაიშლება, დარეგულირება ბევრი რამე შეიძლება თეორიაში, რამდენად დაიწყებენ ახლა და როგორც ჩანს რაღაც მოძრაობები არის, მათ შორის რესპუბლიკელების მხრიდანაც ამ მიმართულებით. მაგრამ ჩვენ ხედავთ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობას შეერთებულ შტატებში. ერთი არის ის, რომ ტრამპს აუხსნან თუ დაარწმუნონ, რომ საგარეო პოლიტიკაში დაიკავონ უკრაინის მხარე და არა რუსეთის მხარე და მეორე ეს არის ეს რაღაც სასწაული სიჩქარე აკრეფილი ტრამპის ახალი ადმინისტრაციის განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში და განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში ეს მოძრაობები კიდევ ერთხელ ეს რეზოლუციას რომ დაუბრუნდეთ ფაქტურად რუსეთის ნარატივი გაიმეორეს ერთ-ერთში ჩრდილოეთ კორეა და კიდევ 2-3 ესეთი ოდიოზური ქვეყანა მისცა ხმა ამ რეზოლუციის პროექტს ხო რომლის გატანასაც ცდილობდნენ. ამიტომ სიტუაცია რთული არის, რითი დასრულდება ძნელია ამის თქმა, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ევროპელებმა უკვე დაიწყეს უსაფრთხოების საკუთარ, ასე ვთქვათ, თავის საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვალზე ფიქრი, არა მხოლოდ ფიქრი, არამედ უკვე გარკვეული მონახაზები ქონდა. ასწრებენ, ბატონო ზურაბ, ასწრებენ, აი ევროპას აქვს მერკელის პოლიტიკის გამომერქი ასე ვიტყვი, თუმცა მარტო მერკელზეც არ არის საუბარი, ხო? აქვს რაღაცა დეფიციტები, ან ჩამორჩენები თუ გნებავთ ესე ვიტყვი, დროითი ჩამორჩენებიც მათ შორის. დელოქული ჩამორჩენების მერქი გავბედავ და ასე ვიტყვი. ამერიკა ყველაზე რბილად ვიტყვი, ნაკლები კონტრიბუტორი იქნება ევროპის უსაფრთხოებაში ჩანს. ყველაზე რბილად ვიტყვი. ჩვენ არ ვიცით თողონ მაგალითად ამერიკელები გაიყვანენ თუ არა თავის სამხედრო ნაწილებს ევროპიდან. თუ გაიყვანენ რეალურად ნატოდან გასვლას ნიშნავს, იმიტომ რომ შეერთებული შტატებიდან საჭიროების შემთხვევაში ჯარების გადმოსვლას თვეები დაშირდება და თვეებში შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. ანუ de facto იქნება ეგ ნატოდან გასვლა თუ გადაწყვეტეს. ხო და ევროპელები ასწრებენ თუ არა გადაწყობას, ესე ვიტყვი გადაწყობას. ხო არის, მაგალითად თუ შევხედავთ როგორ გაიზარდა სამხედრო მრეწველობა და გამოშვებული სამხედრო პროდუქცია ისრაელში ბოლო 1 წლის განმავლობაში გაიზარდა 100%-ით, ანუ გაორმაგდა. ევროპაში, მიუხედავად იმისა, რომ 3 წელი გრძელდება ეს ომი, ხო, 30%-ით არის მხოლოდ გაზრდილი. ეხლა ეს 30% სასწრაფოდ უნდა ავიდეს მინიმუმ 100%-ზე. და აი მათ შემთხვევაში ესწრება თანხის პრობლემა არ აქვს ევროპას, რაღაცებს გამოაკლებს და დახარჯავს თავდაცვაზე. ალა ეს განცხადებები უკვე კეთდება, არა მხოლოდ საკუთარ თქვათ პროდუქციის გამოშვებას და იმაზე, არამედ უკრაინის დახმარებას და გუშინ ძალიან ბევრმა ქვეყანამ განაცხადა მილიარდობით ევროს ღირებულების დახმარების გაწევის თაობაზე უკრაინის. ოღონდ, მათ კიდე ერთი პრობლემა არის, სხვა მიმართულებით წავიდა ჩვენი საუბარი. თუ ევროკავშირის მიერ დახმარების არ მინდა შემეშალოს 20 მილიარდიან პაკეტზეა თუ არ ვწდები საუბარი, იქ ტრამპის ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ მოკავშირე ორბანი ბლოკავს ამ ერთიან ევროკავშირულ გადაწყვეტილებას. ნახეთ საინტერესო რამ ჯდება, რა საინტერესო პაზლი თუ რაღაც ამბავი ხდება. ერთის მხრივ ტრამპი ეუბნება ევროპას,
რომ თქვენს უსაფრთხოებას მიხედეთ თქვენ და უკრაინას მიეცით იმდენი თანხა, რამდენსაც ის იმსახურებს, დამეციეთ მაინცო, გავთანაბრდეთო, ფულად ზუსტი სიტყვა რომ ვიხმარო და მეორედ მხრივ მისი მოკავშირე ფიცო, თუ მისი მოკავშირე ორბანი ამ დახმარებას უკრაინისათვის ევროპულ ხაზს უსვავ და არა ამერიკულს ბლოკავენ. ცოტა კიდევ ერთ სიგიჟესთან აქვს საქმე. ესეთი კითხვა იყო ამონათებული. გაგვწირეს, გავიწირებით, გაგვწირეს ალბათ არა უკრაინის კონტექსტში პირველ ყოვლისა უკრაინა რომელსაც ძალიან უჭირს. მაგრამ იმაზე მეტად აღარ უჭირს მეთქი ესე ვიტყვი როგორც უჭირდა ომის პირველ დღეებში, სუსტად 3 წლის წინ 25 თებერვალს. ესეც ხო ფაქტია. ფაქტია და ისევ ციფრებს რო დაუბრუნდეთ, ხო, რიცხვები ძალიან მნიშვნელოვანი არის. ომი არის ხშირ შემთხვევაში არითმეტიკა და ეს უნდა კარგად გესმოდეს. გამოშვებული ჭურვების რაოდენობიდან დაწყებული და ასე შემდეგ. ახლა უკრაინა იმ შეიარაღების 55%-ს თვითონ აწარმოებს, რაც ომში სჭირდება. რამდენი პროცენტს ბოდიში? 55%-ს. 20% არის შეერთებული შტატებიდან, 25% ევროპული ქვეყნებიდან. ევროკავშირს არ გულისხმობ, ევროპული ქვეყნებიდან და ბრიტანეთსაც გულისხმობ. ახლა თუ შეერთებულმა შტატებმა ეს შეამცირეს ან შეწყვიტეს, ჯერ ცოტა ძნელად წარმოსადგენია ის შეიარაღება, რომელიც მოდის, რომელიც შეკვეთაც უკვე მიცემულია, რომელიც ბაიდენის დროს მოხდა, როგორ უნდა გააჩერონ, როდესაც ხელშეკრულებები უკვე ძალაშია და უამრავი, თქვათ, იმ ხელშეკრულებების დარღვევას უამრავი შედეგი შეიძლება მოყოლოს, მათ შორის ფინანსური, თქვათ, სანქციებიც, ხო, ვინც არ მიაღწევს კომპანიები მაქვს ხედულობაში, ხო, კერძო კომპანიები აწვდიან ამას და ასე შემდეგ. ხო, ეს ერთი და მეორეც წესით ევროპას არ უნდა გაუჭირდეს, რომ სიტყვაზე თუ ის 20% ძალიან არ შეავსო და ვთქვათ 10% მაინც მოახერხა თავიდან, ხო? ეს არ გამოიწვევს ფრონტის ხაზის ჩამოშლას. ეს არ გამოიწვევს უკრაინის დანებებას. თუ შევხედავთ მაგალითად რამდენი ვთქვათ კვადრატული კილომეტრი დაკარგა უკრაინამ. ხო, ეს არ არის დიდი ციფრი, უკრაინა დიდი ქვეყანა არის და 3-4 ეს რა ქვია კვადრატული კილომეტრი არ არის ის, რამაც უკრაინის დანებება შეიძლება გამოიწვიოს, ხო? მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთში ეს საბჭოთა მარაგები დიდწილად სამხედრო ტექნიკის ამოწურული არის და ძნელად ახერხებს და უფრო ადამიანების საზარბაზნე ხორცის ახერხებს იმ ბრჭყალებში წარმატების მიღწევას, რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს დღეში ერთი ნასოფლარი ადგილის, იმიტომ რომ სოფელი აღარ ითქმის იმ ადგილს, რომელსაც იღებენ ამდენი ბრძოლების შემდეგ აღებად, ხო? და თან არ დაგვაუწყდეს, რომ კურსკის ოლქში ვერაფერსაც ვერ შვებიან რუსები, ეს რუსეთის ტერიტორია de jure, ხო? და იქ იძულებული გახდნენ კორეიდან ჩამოეყვანათ, ხო, მებრძოლები, იმიტომ რომ საკუთარი აღარ ყოფნით, ასე რომ ასე ცალსახად არ არის. ახლა საერთაშორისო მედიაზე ისეთი სიტუაცია იქნება, თითქოს უკრაინა ომს აგებს და იძულებული არის, რომ დათანხმდეს ყველანაირ პირობას ვერ დათანხმდება, კაპიტულაციას უკრაინა ვერ დათანხმდება, ხო? ამისთვის არ უძოლია 3 წელი უკრაინას, რომ ახლა კაპიტულაცია და ამ დროს რუსეთი მაქსიმალურ მოთხოვნებს აყენებს. ეს კიდე ცალკე საკითხია, რომ რუსეთი ითხოვს იმ ტერიტორიებიდან უკრაინის ჯარის გაყვანას, რომელიც არასოდეს არ გაუკონტროლებია რუსეთს და უბრალოდ გამოაცხადა, რომ ეს ჩემია, ხედველობაში მაქვს ზაპოროჟიეს ოლქი, თვითონ ქალაქი ზაპოროჟიე, ხერსონი და ხერსონის ოლქი, დონეცკის ოლქის დიდი ნაწილიც მთლიანად არ აუღია დონეცკის ოლქიც, ხო? კურსკზე კიდე არაფერს ვამბობ, ხო? კურსკი ხო და აი ვერა მე არ ვიცი რას ფიქრობს უშუალოდ პრეზიდენტი ტრამპი, ანუ როგორ ფიქრობს, მაგრამ რასაც მე ვფიქრობ პრეზიდენტი ტრამპი როგორც არ უნდა ფიქრობდეს, ესე მარტივად სულ მინიმუმ მაყურებელს უთხრათ სულ მინიმუმ ლაპარაკობ. ზაპოროჟიეს და ხერსონისგან ესე უკრაინელების გასვლა პლუს კურსკიდან გასვლა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაა და პრეზიდენტ ტრამპის ეს რაღაც ომახიანი თუ იმედიანი ხმა, რომ ყველაფერი დაალაგდება თან ძალიან მალეო, ხო? თან ზელენსკის რო არ ელაპარაკება ისე ამ პირობებში. ნუ მე ცოტაზე მეტად
უნდა ვივარაუდო, რომ მას ცოტა კოუზინასაში ჩაუვარდება, არ ვიცი, რამდენად სწორი სიტყვაა. მოკლედ ვერ გამართლდება მისი პროგნოზები, ან მისი პოლიტიკა. შეიძლება გაგრძელდეს მოლაპარაკებები, მაგრამ ეს დარჩება აზრთა ურთიერთგაცვლად რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ახლა მოილაპარაკონ უკრაინის საკითხზე, რუსეთ-უკრაინის ომზე, როდესაც უკრაინა არ მონაწილეობს, მოილაპარაკონ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომზე, სადაც უკრაინელების გარდა არც ევროპელები მონაწილეობენ. ეს მხოლოდ აზრთა ურთიერთგაცვლა, კონსულტაცია დავარქვათ, იქნება და მეტი არაფერი. თუ არ მონაწილეობს ის მხარე, რომელიც ამ ომში არის ჩართული, ხო, რომელიც მიმართაც აგრესიას ახორციელებს რუსეთი. და ბოლო კითხვა, ბატონ ზურაბ, მადლობა ანალიზისთვის და პასუხებისთვის, მაგრამ ბოლო კითხვა. ამასობაში რიცი არ ვიცი იმედი აქვთ, მესმის იმედიც აქვთ, გულახდილად გეტყვით, ქართველ პრორუსებს კი არა ხელისუფლება წოდებულ ჯგუფს. და რატომ? მათ აქვთ იმედი, რომ ასე მაგაზე გადანაწილდება მსოფლიო და რაღაცა რუსეთი დაადებს თათს რაღაც ამ რეგიონსაც მათ შორის, შესაბამისად მოხვდებიან ისინი რუსეთის მხარეს, საქართველოს მოახვედრებენ. აქ არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება და ვეღარ იქნება, საქართველოს ჩაბარდება და ვიცხოვრებთ ასე რაღაც სიამთქმულობაში რუსებთან, თუმცა როგორ ვიცხოვრებთ კარგად ამისთვის, მაგრამ ისინი რასაც ფიქრობენ იმის კონსტანტინებას მახდენ ახლა სავარაუდოდ. მაგრამ ეს ხო პროცესია, ეს ხო ესე მარტივად არ ხდება, თქვენ უკრაინის კონტექსტშიც თქვით, საქართველოს კონტექსტის დამატებაც რაღაცა და თან თვითონვე აღიარებენ, რომ ტრამპიო ჩვენთვისო ვერ მოიცლის უახლოეს ხანებშიო პრემიერად წოდებულმა ბრძანა თუ არ ვცდები ეს რამდენიმე ხნის წინ. მოკლედ, რაზე დებენ ფსონს, მით უმეტეს რომ ეკონომიკაში მაღალი ალბათობით გაუჭირდებათ, ლარის დევალვაცია ალბათ გარდაუვალია, ალბათ აღარ იქნება ისეთი ტურისტული ბუმიც ათვალისწინებით იმ მდგომარეობისა, რომელიც არის ქვეყანაში და ასე შემდეგ და ინვესტიციებსაც ესე ვერ მოასწრებს ეს ჯგუფი. მაშ რისი იმედი აქვთ? მით უმეტეს რომ პროტესტები არ სრულდება ჩვენი. ხო, მაგათ არ ვიცი რისი იმედი აქვთ, იმიტომ რომ როგორც წესი გათვლები ძალიან რბილად რომ თქვა სუსტია ხოლმე მათ მიერ გახსოვთ რომ ახალ წელს ვითომ პროტესტი არ მოყოფილიყო და ახალ წელს ნახეთ რა ხელა პროტესტი იყო რუსთაველზე მერე ვითომ 20-ში უნდა შველებოდათ ვერ ეშველათ 20 იანვარს რატომღაც შველებოდათ მერე 18 თებერვალს უნდა 18 თებერვალამდე უნდა დასრულებულიყო თითქოს ეს პროტესტი და მოკლედ ყველა მათი გათვლა რაღაც აი მითებსა და ლეგენდებს ეყრდნობა რომელზეც მე კომენტარს ვერ გავაკეთებ არ ვიცი ეგენი რას ეყრდნობიან მაგრამ ერთი მინდა შევახსენო რომ თუ იმედი აქვს რომ ჯერ ერთი ეგ იმედიც ცოტა ისეთი არის საკუთარ თავს გადაასწრეს ამ როცა ძალიან აკრიფეს ანტიდაასავლური ამბავი მაშინ გახსოვთ ზოგიერთ ისეთ ქვეყანას და ორგანიზაციას ჩაეხუტნენ, რომელიც ამერიკის ნომერ პირველი მტერია, მათ შორის ტრამპის მიერ გამოცხადებული, ხო და ირანის კონტექსტში ლაპარაკობთ ამას თქვენ, დიახ. ხო, ნუ ჰამასი ყოლა ესენი, ხო? და მათ გვერდით პოზიორობა, ეს უკვე ნამეტანი იყო ტრამპის ასე ვთქვათ, ყველაფერი გადალახეს, წითელი ხაზი არ იყოს გადაულახავე, ხო და მათ შორის ახლა ტრამპის ადმინისტრაციაში ეს შესანიშნავად იციან ახლა რომ კობახიძეც ვაშინგტონში არავინ დაპატიჟებს ჰამასის და ჰეზბოლას გვერდით აქვს ხო ფოტოები გადაღებული და იქ იდგა სადაც ისმოდა სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, ანუ იმეგობრო იმ კაცთან რომელიც სიკვდილი ამერიკას ასე და ამაყათ უსმენდა ცოტა ისეთი ტრამპისთვისაც ძნელად წარმოსადგენია, ხო? ტრამპისთვისაც კი. ხო და ეხლა ამათ თუ იმედი აქვს რომ მაინც რუსეთის მხარეს დატოვებთ და ამითამათ ეშველება მინდა მაგათ ისტორია არ იციან ხოლმე და როგორც წესი და მინდა ბუდუმდივანის ისტორია გავახსენო კაცი რომელიც შემოუწურა წინ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის არმიას მე-11 არმიას საქართველოში მერე გახდა პირველი კაცი საქართველოში და ყველა დიდება რაც კი შეიძლება მოეპოვებინა ქონდა მაგრამ საბოლოო ჯამში მას დააბრალეს ნაციონალურ კლონისტობა და 1929 წელს მარტო თვითონ კი არ დახვრიტეს ბუდუმდივანი მეუღლე და ყველა შვილი, 5 შვილი ყავდა, 5 შვილი დაუხვრიტეს
რომ ესეთი ბოლო ელის სამშობლოს ყველა მოვალატეს იმ ცეცხლს, რომელსაც დათესავენ და ქარიშხალს პირველ რიგში თვითონ მოიმპიან ხოლმე ეს ისტორია, ამას გვასწავლის ახლა ბუდუმდივანი, იმიტომ გამახსენდა, რომ 25 თებერვალია დღესა და თორე ისე ბევრი მაგალითია ამის გავსიოთ. სერგოს მაგალითიც არის, რომელმაც იმავე 20 წელს თავი მოიკლა სხვათა შორის რა. იმან თავი მოიკლა ეს დაახლოებით პირდაპირ ასე გადაუხადეს. მადლობა რუსებმა, ბუდუმდივანს და ასე ის ყველას, ვინც ამას აპირებს. ნამდვილად. ზურაბ ბატიაშვილი იყო ჩემს დროი, მაგდოთ ბატონო ზურაბ, საინტერესო დიალოგი გამოქვივიდა. იქნებით აქციაზე რამდენიმე ხანში. დღეს. როგორი აღარ ესმის ბატონ ზურაბს. ეხლა ისმის წეღან არის მანდა. იქნებით მეთქი აქციაზე რამდენიმე ხანში მე ხო, იქ გნახავთ, მაღალი ალბათობით ან გარკვეული ალბათობით წარმატებას და გამარჯვებას გისურვებ. ზურაბ ბატიაშვილი, წარმატებები, მადლობა. 25 თებერვალს 16 საათზე საქართველო იფიცება. 25 თებერვალი საქართველოსთვის ტრაგიკული დღეა. ჩვენ არ დავუშვებთ მის განმეორებას. დღეს ბევრად უფრო ძლიერები ვართ. უწყვეტი პროტესტი მოედო საქართველოს. ქუჩა-ქუჩა ვიცავთ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. 25 თებერვალს საქართველო იფიცება. იფიცებიან დასაქმებულები და დამსაქმებლები. იფიცებიან ადამიანები, ვის მხრებზეც დგას საქართველოს ეკონომიკა. სამსახურებიდან გამოვალთ გარეთ და მარშებით დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ. მივალთ გმირების მემორიალთან, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს. მივალთ 59 სინდისის პატიმრის სახელით. მივალთ 500 ნაწამები თანამებრძოლის სახელით. მივალთ 1000-ობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით. მივალთ 100,000-ობით გაბრაზებული ადამიანის სახელით. მივალთ საქართველოს სახელით. მივალთ ჩვენს გმირებთან რწმენით და პირობით, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის იფრიალებს საქართველოს დროშა.